ალსანიას გათავისუფლების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი 4 მოადგილე. მაია ფანჯიკიძესთან ერთად პოსტები დატოვეს დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ჯალაღანიამ და ვლადიმერ გურგენიძემ. საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მისი აზრით საქართველოს ევროპულ არჩევანს ემუქრება. საფრთხე რეალურია, აცხადებს მაია ფანჯიკიძე. საგარეო საქმეთა სამინისტროთან ერთად დღეს ფანჯიკიძემ ასევე დატოვა კოალიცია ქართული ოცნების რიგებიც. საქართველოს ევროპული მომავალი არის საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის ის, რასაც მოსახლეობამ ხარი დაუჭირა 2012 წლის არჩევნებზე. და ჩემს გუნდს იმ ადამიანებს, რომლებსაც შეგვიძლია ამ მიზნის შეგვეძლო და გვევალებოდა ამ მიზნის პირდაპირი შესრულება, არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველიერის ამ არჩევანს და დღეს თუნდაც ჩვენი ამ ნაბიჯით არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას. გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში. ამაყი ვარ, რომ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებულ 1000 გვერდზე ჩემი ხელმოწერა დავტოვე. ეს უბრალო ხელმოწერა არ არის. იქ არის ჩემი გული. იქ არის ჩემი რწმენა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის უცვლელი. ჩემი დღევანდელი არჩევანი არის შესაბამისობაში ჩემს სამსახურთან და ღირებულებებთან.